გამარჯობათ ხალხნო, დაგიბრუნდით, როგორც დაგპირდით, მეოთხე სეზონის პირველი სერიით. გუშინ წინა სერიაში კი მოგილოცეთ, მაგრამ წინა სერია ვიზიც არ გაქვთ ნანახი, ქრისტე აღსდგა, ამ დღის ძალადამადლი შეგეწიოთ თქვენ და თქვენს ოჯახებს და დავიწყოთ პირველი სერიით, მეოთხე სეზონი და ეს დასაწყისი გადმოვახვიო და წავიდე. კომენტარებში დამიწერეს წინა სერიაზე, რომ 9 წლის შემდეგ არის გადაღებული. ანუ ხო წარმოგიდგენიათ ჯერ პერსონაჟები, ანუ ისედაც ხანში იყვნენ შესული რა, ბევრი. წინა მესამე სეზონის შემდეგ 9 წლის შემდეგ გადაიღეს ეს მეოთხე სეზონი. ჟანრი უბერებელი ადამიანი. ვაფშე არ შეცვლილა, ბიჭო, რა 9 წელი ხوار გადავ, ზუსტად იგივეა. ჟურნალისტიც აქ არის. ლექსო ზუსტად იგივეა, ეს კაცი ზუსტად იგივეა. გივი ზუსტად იგივეა, ლექსო ზუსტად იგივეა, დედას გასცი. ქალბატონებო და ჟანრი უბერებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იძინა იმენა ლეგენდა. ქალბატონი თინათინ გაწერელია. ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ აქ სასიამოვნო მიზეზის გამო შევიკრიბეთ. უნდა აღვნიშნოთ დამსახურება და უფრო მეტიც გმირობა ადამიანებისა, რომლებმაც საკუთარი სამშობლოსათვის თავი არ დაზოგეს და განსაკუთრებით საშიში საფრთხე ააცილეს მას. მოგეხსენებათ, აჭარის ვარდების რევოლუციამდელი რეჟიმი შესანიშნავ პირობებს უქმნიდა ყველანაირ კრიმინალსა და დამნაშავე ელემენტებს. ერთ-ერთი ასეთი კრიმინალური შემთხვევა იყო მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილი ურანის კონტეინერი, რომლის გადანასაც დამნაშავეები ერთ-ერთ უცხო ქვეყანაში აპირებდნენ. ამ ადამიანებმა დანაშაული ძირშივე აღკვეთეს და ამით თავიდან აგვაცილეს დიდი საერთაშორისო სკანდალი. ახლა კი სიამოვნებით უნდა გადავიდე დაჯილდოების ძირითად ცერემონიალზე. ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ბატონები, პოლიციის გენერალი გივი ინცკირველი, პოლიციის მაიორი ბიძინა თაბაგარი და პოლიციის კაპიტანი ლექსო ნიჟარაძე. საღოლ ვარა სიმღერა რა. მერე კოპირაიტი გაიცანი ბატონი ზაალი. სოც უზრუნველყოფის მინისტრი. მაიორი თაბაგარი. ვილოცავთ. მადლობთ. მე ცოტა ხნით დაგტოვებთ. მადლობა. გისმენთ? თქვენ ჩემთან უსაქმოდ რო არ მოხვიდოდით? ხდები. მართალი ბრძანდებით. ჯობია პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ბატონო ბიძინა, მე ძალიან სერიოზული საქმე მაქვს თქვენთან. მაგრამ სამწუხაროდ აქ ამის არც დრო და არც ადგილია. აუცილებლად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და დავილაპარაკოთ. კი ბატონო, მითხარით საათ როდის? მომეცით თქვენი ტელეფონის ნომერი და დაგიკავშირდებით. ისიც რა, მოდის ვიხდი ცოტა შეალახულია და არა უშავს. დიდი მადლობა. არაფერს.
სად მივიდა? უკასვენია. გამარჯობა. გამარჯობა. გონი უდრო შეგაწუხეთ ბატონო ბიძინა. არა უშავს, მიჩვეული ვარ. მოგძანდით. ხო. ისე პირველად ხედავ, რომ მინისტრი ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობდეს. დაბრძანდით ბატონო ბიძინა. ისე რაც მინისტრად დავინიშნე, მე და ჩემი ცოლ-შვილი სამთავრობო აგარაკზე ვცხოვრობთ წყმეთში. ეს ბინა მამიდამ დამიტოვა. ლუბა თუშიშვილი. ქვრივი ქალი იყო ცხონებული. მუსიკას ასწავლიდა. მოშინაურდით. ყავას ან ჩაის ხომ არინებთ? ჩაის ხოლო დილაობიც ვარ. ისიც დიდთოვლობისას. ისე ღვინოც მაქვს. ჩემი ვენახი საფერავია. კაი, კაცო, საფერავი? სადაურია? ჩვენ საერთოდ თელავიდან ვართ. იქვე პატარა მამული შემომრჩა და ჩემი ბიძაშვილები უვლიან. დასაყოლებელი რო არაფერი მაქვს. აი ეს ამაკ მხოლოდ. საკმარისია, კაც. ხანდახან მოვდივარ ხოლმე აქ. ზოგჯერ ფრჩები კიდეც. ერთით. ამას ეძახდნენ აკრძალულ სეზონს. ეს ხო ანუ რეალურ ხალხზე არის ჩვენს რა. გაცნობას გავუმართეთ. ყველა პერსონაჟი არის რეალურ ადამიანზე დაფუძნებული. ბევრი და ზოგადად მსმენელი რეალური ამბებია ყველა. ვინმე კომენტარში ჩამოწერს ბიძინა თაბაგარი, ტირე, ვინ იყო და ასე შემდეგ რა. ვინც უკეთესად იცის ჩემზე ყველა რო არ ვილაპარაკო. კომენტარებში დაწერეთ და ახავს ხალხიც. გიორგიევიჩ, ხო? დიახ. გიორგიევიჩ, ეხლა სული და გულით მინდა დაგეხმარო. მაგრამ რო აღარ ვარ ამ მილიციაში. ვიცი. სწორედ ამიტომ მირჩია თქვენი თავი გივიინწკირველმა. ბატონო ბიძინა, საქმე სანატორიუმ წიწვნარში მომხდარ ტრაგედიას ეხება სამწუხაროდ. ერთი თვისი რო დაინგრა, იმაზე რა მბობთ? დიახ. მაშინ იქ უპატრონო ბავშვები ისვენებდნენ. და მათ დასვენებას ჩვენი სამინისტრო აფინანსებდა სპეციალური პროგრამით. 8 ბავშვი დასახი ჩრდა და 2 დაიღუპა. არ ვიცი ძმაურა, აი რანაირად მოხდა ეს უბედურება კაცი. აბა, ყველა სატელევიზიო არხი ამას გადმოსცემდა, ალბათ გემახსოვრებოდ. როგორ არა კაცო, მაგრამ ეს ახლა აშენებული რამ დაანგრია კაცო? როგორც ჩანს, იქ არა აშენეს, სადაც უნდა აეშენებინათ. ბატონო ბიძინა, რამე ხომ არ გსმენიათ პროფესორ ამოევის ანგარიშის შესახებ? არა. ვინ არის პროფესორი ამოევი? ცნობილი მეცნიერია. მასალათა მედაგობისა და სამშენებლო მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი. შარშან გარდაიცვალა. რატომღაც ეს ინსტიტუტი დღემდე ჩვენი სამინისტროს დაქვემდებარებაში. სრული სისულელია, მაგრამ ეგრეა. ეგეთი რამები მე უკვე დიდი ხანია აღარ მიგვირს. მოკლედ, ამ სანატორიუმის მშენებლობის დაწყებამდე ერთი ამბავი ატყდა. ზოგი ემხრობოდა ამ პროექტს, ზოგი წინააღმდეგი იყო, პარლამენტამდეც კი მივიდა საქმე. დროებითი კომისიაც კი შეიქმნა საკითხის შესასწავლად. მაგ კომისიამ დაავალა პროფესორ ამოევს სპეციალური ექსპერტიზის ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ ამოევი თავს მაშინ შეუძლოდ გრძნობდა, მაინც გაემგზავრა ექსპერტიზის ჩასატარებლად და 2 კვირაში კომისიას თავისი ანგარიში წარუდგინა. და დასკვნა უარყოფითი იყო. როგორც ირკვევა, მკვეთრად უარყოფითი. ბატონო ბიძინა, მე მაშინ უმრავლესობის სიით გასული რიგითი დეპუტატი ვიყავი და კომისიაში რა მოხდა ნამდვილად არ ვიცი. ერთი ფაქტია, რომ კომისიამ რეკომენდაცია მისცა პარლამენტს მხარი დაეჭირა პროექტისათვის. დადებით იმივეცით, უარყოფითი ნამდვილად არ მახსოვს. უпростоრად არ მახსოვდა, ვიდრე ახლა ხან არ გადავამოწმე. და თქვენ მხარი დაუჭირეთ კომისიის წინადადებას, რა? დიახ. როცა ეს უბედურება დატრიალდა, პრემიერ-მინისტრმა დამიბარა და მკითხა ვიცნობდი თუ არა ამოევის ანგარიშს. ცხადია არ ვიცნობდი. მაშინ ქალბატონმა თინამ დამავალა სამინისტროში მომეძებნა ამ დოკუმენტის პირი. მანამდე თურმე პარლამენტის არქივში უძებნიათ, არა თუ ამოევის დასკვნა. კომისიის ოქმებიც ვერ უნახავთ. ეგ როგორ გეცა? აი ესე უბრალოდ.
ერთი საცავიდან მეორეში გადატანის დროს უნდა დაკარგულიყო, ასე განუმარტეს ქალბატონ თინოს. რა კი ამოევის ინსტიტუტი ჩვენს დაქვემდებარებაშია, მაგ დოკუმენტის ერთი პირი. თავის დროზე ჩვენ სამინისტროსაც უნდა მიეღო. მერე ბატონო ბიძინა, მე სულ 3 თვეა რაც მინისტრად დავინიშნე და ჩემამდე რა ხდებოდა ნამდვილად არ ვიცი. სად არ ვეძებე არქივში, სამინისტროში, კაბინეტში, სხვენზე. საოცარია, მაგრამ ვერც სამინისტროში და ვერც თავად ამოევის ინსტიტუტში ანგარიშის გზაკვალს ვერ მივაკვლიეთ. თითქოს მიწამ ჩახლაპაო გუშინ წინდლამდე. გუშინ წინდლამდე? დიახ. გუშინ წინ კაბინეტში აი ეს წერილი შემომიტანეს. გთხოვთ სასწრაფოდ მივიღოთ პროფესორ ამოევის ანგარიშთან დაკავშირებით პარმენ ჯაში, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. ქალბატონო ელიკო, გისმენთ? ვინმე პარმენ ჯაში ხომ არ არის ვანდ? დიახ, აქ არის მოსაცდელში. შემოუშვა? შემოუშვით. კი ბატონო. როგორ ცulis ადამიანს არა ეს პიჯაკი და კოსტუმი ზოგადად შეიძლება? საროჩკა და კოსტუმი ამ შემთხვევაში ძალიან ცulis ძალიან სხვანაირად ხდეს ადამიანს გამარჯობა. გამარჯობა. ბატონი პარმენ ჯაში თუ არ ვწდები? დიახ, მასალათა მედეგობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. თქვენ ხართ მინისტრი? ძალიან მაგარი მსახიობი. მე გახლავართ. თქვენ ეს საიდან გაქვთ? ჩვენი ინსტიტუტის სარდაფში არ მოვაჩინე. გუშინ. მე მჭირდება თქვენი ეგრეთ წოდებული ხელწერილი დოკუმენტის ჩაბარების თაობაზე, დოკუმენტის. დაბრძანდეთ. ქალბატონო ელიკო, დიახ, ერთი წუთით შემობრძანდეთ თუ შეიძლება. ახლავე. დიდი მადლობა ბატონო პარმენ. თქვენ ალბათ შემდეგ გამოგიძახებენ წერილობითი ჩვენების ჩამოსართმევად. ქალბატონო ელიკო, ეს გაატარეთ შემოსული დოკუმენტების რეესტრში და ბატონს ცნობა მიეცეთ ჩაბარების თაობაზე. ნომრით, რიცხვით და ყველაფრით. ჩვეულებრივად. ბატონო მინისტრო, ვიმეორებ, მე მჭირდება პირადად თქვენი ხელმოწერა, პირადად. ჩემი? გასაგებია, არენდობით ოფიციალურ სტრუქტურებს. ასე ვთქვათ. კი ბატონო, უამზადეთ საბუთები და მე ხელს მოვაწერ. კი ბატონო. ბატონო პარმენ, ეს დოკუმენტი ხომ არავისთვის გიჩვენებიათ? არა ბატონო. და იქ ამ დოკუმენტის ასლები ხომ არ ყოფილა? მე იქ ეგრეთ წოდებული ასლები არ შემკვიდრია განაცხადა. ბატონო პარმენ, კარგად იცნობდით პროფესორ ამოევს. როგორ მე მისი ასისტენტი? არა, შენ ვიყავი ასპირანტი, მე ვიყავი ასისტენტი. ჩვენ მუშაობდით ბეტონზე. ვერ გავიგეთ თქვენთვის ამას მნიშვნელობა აქვს? გასრავად ბატონო ზაო. დღეს 5 საათზე ხომ გახსოვთ? საქონმოქმედო ბანკეტია შერატონში. იგი აუცილებლად უნდა ვიყო. თინა იქნება? პრეზიდენტში დავრეგე და მითხრეს პრემიერ-მინისტრის ზუგდიდში ყოფილა. ახალი წყალსადენის გახსნაზე 9-მდე ვერ დავრუნდება. მადლობთ გენო. აბატონო. ნახვამდის. შეცდომა დაუშვი, რომ პრემიერ-მინისტრს მაშინ ვერ შევატყობინე. მაგრამ ეს ჯაში რაღაც დარტყმული შთაბეჭდილებას ტოვებდა. მიფიქრე ჯერ წავიკითხავ, იქნებ რა მომიტანა ამ კაცმა მეთქი. და ჯაშის მოდარული დოკუმენტი ყავდა აღმოჩნდა? არა. ის ნამდვილად ამოევის ანგარიში იყო. პრობლემა ის არის, ბატონო ბიძინა, რომ ეს დოკუმენტი გაქრა. უშინ წინ, ამ ბინიდან.
ამბინიდან კაცო. დიახ. ხომ გესმით რა დღეში ჩავარდი. კი, მაგრამ ამოევის ანგარიში. ამბინაში რა უნდოდა? სამსახურში გადაკითხვა ვერ მოახერხე. თან წამოვიღე. ვიფიქრებ შვიდად წავიკითხავ მეთქი. ესე სამინისტროში დატოვებაც არ მინდოდა. იქ ძალიან ბევრ თანამშრომელს არც კი ვიცნობ. და რა ვიცი. მოკლედ ჩავთვალე რომ სახლში წამოღება უფრო უსაფრთხო იქნებოდა. ბატონო ბიძინა, მე სპეციალისტი არ გახლავართ, მაგრამ იქ ისეთი რამე ეწერა, რომ საპარლამენტო კომისიას პროექტი აუცილებლად უნდა შეეჩერებინა. დამერწმუნეთ, ამოევის ანგარიშის გამოქვეყნება ძალიან ბევრ თანამდებობის პირს და პარლამენტარს შეეწირავს. ვერ ვიტან პოლიტიკას რა. გაგიგვირდებათ და ვერც მე. კახეთში ჩემს საადვოკატო ფირმას არც მივატოვებდი თინა გაწერილიას რომ არ ეთქვა. მე და თინა კურსელები ვართ. ვა! თქვენ და პრემიერ-მინისტრი კურსელები ხართ? დიახ. კაი, ბატონო ჩემო. და სად იდო ეს ანგარიში? აი აქ ჩავდე, ამ უჯრაში. შუა დღეს მოვედი წასაღებად, რომ გაწერილიასთან მიმეტანა და ცარიელი დამხვდა. ამბინის გასაღები თქვენს გარდა აქვს კიდევ ვინმეს? არავის. ელიკო დათუკიშვილს აქვს. ჩემს მდივანს. აი ეს ყოველი შემთხვევისათვის. მე მესმის რატომაც მეკითხებით, მაგრამ ეგ გამორიცხულია. ერთგული ადამიანია. ჩემს ადვოკატო ფირმაში მუშაობდა ბეჭდავა და გადმოვიყვანე. დიდი ხანია ვიცნობ. პრემიერ-მინისტრმა თუ იცის, ამოევის ანგარიში რომ დაიკარგა. არა, არ იცის. ბატონო ბიძინა, მე გამოვალ მდგომარეობაში ვარ. გაწერილია დღესვე უნდა ჩავაყენო საქმის კურსში და განცხადება გავაკეთო გადადგომის შესახებ. თორე გაწერილია გახდება თვითონ. იქნება რომ საჯარო განცხადება გააკეთოს. ხომ გესმით რა სკანდალია ხდება? წარმომიდგენი. ჯანდაბას ჩემი მინისტრობა საქმე ისაა რომ თინა სერიოზული დარტყმის ქვეშ დგება. მაგრამ თუ თქვენ როგორც პროფესიონალი მეტყვით რომ ამოევის ანგარიშის დაბრუნება შეიძლება, სხვა ამბავი. გარანტიას ვერ მოგცემთ. მაგრამ ცდა შეიძლება. თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება. დრო ძალიან ცოტა მაქვს. არ გაინტერესებთ რა სიუჟეტი გავიდა დღეს დილით ტელევიზორში? რა? ვიდეო ჩანაწერს გაჩვენებთ. ვერ მივთან. ბიძინას რა დახმარება ჭირდება, რომ როგორ უნდა მოუძებნოს ბიძინა, მაშინ მით უმეტეს არც კამერები იყო, არაფერი არ იყო საერთოდ, ანუ ბიძინამ როგორ უნდა მოუძებნოს ის. რას დაიკარგა, ანუ ვინ მოპარა რანაირად უნდა დაიგოს. აქ ერთი თვის წინ ტრაგედია დატრიალდა. ეს კორპორაცია ვიტალ ბილდინგის მიერ აშენებული და პომპეზური ცერემონიალით გახსნილი. სანატორიუმ წიწნარის ნანგრევებია. ერთი შეხედვით უწყინარმა მდინარემ საძირკველი გამოურაცხა შენობას. დასახი ჩრდარვა და დაიღუპა ორი უდედმამო ბავშვი, რომელიც აქ ისვენებდა. მე სვამ უხერხულ კითხვებს, ვინ არის დამნაშავე? სად იმალება პროფესორ ამოევის საექსპერტო დასკვნა, რომელიც კულუარული ინფორმაციით კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სანატორიუმის ამ ადგილზე აშენებას. ისეთი რა გავლენა აქვს ხელისუფლებაზე კორპორაცია ვიტალ ბილდინგის პრეზიდენტს ვიტალი ხარჩილავას, რომ ეს დოკუმენტი დღემდე უცნობია საზოგადოებისთვის. ეყოფა თუ არა მთავრობას გამბედაობა გამოაქვეყნოს ხვაწლმოსილი მეცნიერის ანგარიში და ხელი შეუწყოს ჩიხში შესულ გამოძიებას. ბოლოს და ბოლოს, ვინ მალავს პროფესორ ამოევის საექსპერტო დასკვნას? კიდევ ერთი უბედურება ის არის, რომ ეს ვიტალი ხარჩილავა დრო გამოშვებით წოულებებს მართავს. მეც ავარ ნამყოფი 1-2 ამ წოულებას. ხო. ეს გადაღებულია. მაგასაც ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. ეს სიუჟეტი როდის აჩვენეს? დღეს დილას.
ასე იგი გუშინ გადაიღეს. გუშინ საქართველოში წვიმდა, გუშინ წინაც. აქ თაკარამზეა. რა გამოდის? გამოდის რომ სიუჟეტი ადრე იყო მომზადებული და მხოლოდ ანგარიშის გაქრობას ელოდებოდნენ რომ ეთერში გაეშვათ. ორა ნაჩარი-ჩარია. ხედავ რას მუშაობენ ადამიანები. აი ახლა ხომ გესმით, რატომ არ მიმართე ოფიციალურ სტრუქტურებს? მას და მაინც კარგად არ მესმის. მაგრამ ეგ არაფერი. წესი კაცებს ხომ არ მიმაჩნდეთ. ამ საქმეს ხელს არ მოგედებდი. არა, 100% არა. მე აქედან პირდაპირ პრემიერთან მივდივარ და ყველაფერს მოუყვები. მაგრამ თქვენ სახელს ჯერ მაინც არ ვახსენებ. მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მაინც გაიგებენ. აბა ნახომდის. საქმის კუში გამყოფებთ. არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ, მადლობა, შარში გაგხვიათ. არა უშავს. ეგ ჩემი ცხოვრების სტილია. ლექსოც არ მუშაობს, ნეტა? ეს უკვე არის ვინო, ბიჭო? დაშვები, კაცო რა. აუ, გადამაწეს, რანაირი ბუთკუჭა დიდებია, გავგიჟდები. მაგრამ არ ვიცი. იცი, მაგრამ არ იცი არა. მოიცადეთ. ვიდი? რაშვები, რას, კაცო, ამ ორ კლავის ერთდროულად რატო ვაჭერ გამაგებინე? მეჭირება და რა ვქნა? კარგია, რატო გეჭირება? ძალიან მსხვილი თითები მაქვს და იმიტომ. აუ, როგორი ბუთკუჭა დიდებია. და საერთოდ შენ რას მიყვირი ხარ, მე ვერ გავიგე. შენ უფროსი და უცროსი არ იცი? რა? რა და რაც გაიგე? ოხ, ბოდიში ბატონო ვიცე-პოლკოვნიკო. აი ეგრე. აი ეგრე. ცირას გეტყვი? უკან შეიტანე ეგ შენი პაგონების. აი ეს კომპიუტერა მთელი ეს განყოფილება. ლექსო. ლექსო. რა მოგივიდა ბიჭო, ხუმრობა არ იცი? ცირას გეტყვი? ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს იბერები, ხო შენ? გეხუმრებეთქი ბიჭო, რა მოგივიდა? რა საყვარელია. ბოდიში რა? ზახარიჩი, რა? აუ, რა საყვარელი კაცია, ბიჭო, მოდიში რა. ბიდორასები. აბა რაზას? კარგი რა ზახარიჩი რა. არ გინდა ხო თუს მაგ. კარგი მოგოდი რომ ჩახუტებ. დაგზავნა. ბიდორასები ხართ. მაგრამ ხელის მოწერას უ გამომაყარებთ. ეგრე იყოს. რამ შეგაწუხა ზახარიჩი? რიდა გიხმა? არაფერი, ლექსოსთან მაგ პატარა საქმე. თუ რამე არ მომერიდო, ხო იცი? არას, რატომ უნდა მოგერიდო? ხო მართლა რა მინდოდა მეთქვა? ამ დღეებში გელასთან ვაპირებ შესვლას, კონსულტანტის შტატი მინდა ვთხოვო და ხო იმუშავებ ზახარიჩი. აბა გელა. ხრამიაშვილი, მინისტრი. კარგი რა, თვეძმა ხარ, ეგ სახელი და გვარი არ გამაგონა. რატო იცი რა კაი ბიჭია ზახარიჩი? ისე დაუმშვენდა მაგას ხვირი. მოკლედ შენის მითხარი იმუშავებ კონსულტანტად თუ არა? ბიჭო, რაღაც დრო ჩემი მუშაობა თვეძმა ხარ ძლივს დაუგორა. თუ მაინცსა და მაინც გენოშავდიას გაუკეთე ეგ საქმე, იმას უფრო ჭირდება სამსახური. იმ ჯამაგირით შვილიშვილებს კამპიუტერებს მაინც უყიდეს. აუ, რა დრო დადგა, თუძმა ხარ, გიჟდები რა. ლექსო საქმე მაქვს რა შენთან. ბიდორასები ხარ, ბიჭო. ვარე მაგერი. რა მაგარი კაცია, როგორ გაბრუნდა უკან. სამსახური სახლი და რაღაც უღასაკ. ეხლა შენ რა მინდა? უნდა დამიდგინო რატომ იტან ამ კაცმა პროფესორ ამოევის დასკვნა სოციუზრუნო ყოფის მინისტრთან და პირადად თავის უფროსთან. დაიგე? ეხლა რატო გავალებ ამ საქმეს? ჩემი ამ საქმეში გამოჩენა ჯერ არ შეიძლება. მიხდი? ოდე თუ რამეს დაადგენ და ამერიკა რა. არის უფროსო. დავაი, ჯიგარი ხარ. გავგიჟდები რა, სადა ეს კაცი ახამდეთ. საშვი დაუშვი.
დავიჯერო ვერ მოაგრო. ბიჭო, მაგან ჯინორიას მიაგნო პალიასტომის ჭეობებში, აქ რა დაკარგავს თო. მეგორი ულაში და ჩავალ ერთი გავიგებ რა ხდება. მოიცასაც ჩახვალ. იგრე კუჭი ეშალა და ტუალეტში ისეხლა. ისე უცნაური კაცი გია ხო იცი. ამ დროში მაგის ასაკისგან სამსახურს თავაზობდეს ვინმე ორგანოში და უარი თქვას მეორე არ მეგულება რა. 6 თვე სახში ვიჯექი უმუშევარი და კინაღამ გავგიშდი რა. ნუ გეშინია შენ. ეგ უსახმოდ არ გაჩერდება. მეც ასე მგონია. ბიზნესი რა ჩვენთან რა უნდა? რა ვიცი, უჭოლ ბიზნესი. ან გავიგებთ, ან ვერა. რას ისა? დრო ასეთი. რას გეტყვიცი? ამ ხელა ოჯახი რომ არ მყავდეს არ შენ? მეც სიამოვნებით გავიდოდი პენსიაზე. სად ამდენი დრო უნდა პირველიდან მესამედი. აუ, როგორ მეიბასება, ბიჭო, აი იმდენად რეალურად, იმდენად მაგრად თამაშობს, აი ამაზე სასიამოვნო საყურებელი არ ვიცი პროსტა რა. აი ეს შემოსვლა თუნდაც აი რა მაგარია, ბიჭო, აი ხო არიან ეხლაც მსახიობები რა და ზოგადად არა, ზოგადად ანუ უცხოური სერიალებიცაა და უამრავი, მაგრამ აი იმდენად მაგრად თამაშობს, იმდენად რეალურად ზუსტად ისე როგორც აი გეგონება პროსტა ვიდეოა გადაღებული. ძალიან სასიამოვნო საყურებელია რა, სასწაული მსახიობი. სად ამდენი დრო უნდა პირველიდან მესამედი. სახე და მიმიკები, ანუ რა არის ეს ხარ შმონი შემოგიღია? შმონი შემოგიღია? შენ იმდენი ლუდი გაქვს, დალეული რომ კუჭი გაგაშლი. კუჭი კი არა, ტვინი, ნერვები და რა გესრება კაც. ბიჭო, ჯიბე მქონია გახებული. ეს ჩავარდნილა ბიჭო სარჩინში. 10 ჯერ შემიყვანეს იმ დეტექტორში. გამაგიჟეს კაცო. შემიყვანენში ვაიმე. ვაიმე. მომიყვანენ. შიმონი არაფერი. ისევ შემიყვანენ. ვაუ! ბიჭო, გამოდი აქე დავაი თავიდან რო გამაგიჟეს კაცო. ვარ გახლესა. აუ რა მაგარი კაცი. ალექსანდროვიჩ. რა ფერგზობ თავს? კაკებეშნიკის წყავში. შენ როგორ ფიქრობ? საოცარი კაცია იმენა. ძაღლის წყავი ჯობია? ბიჭო რა დამემართა დერეფანში. ამ ხელა უწყება კაცო. სუმალად ნაკები დადიან ბოშები არტექში მეგონა თავი. რას იზამ სახარიჩი? ადრე პენსიონერების სახლი იყო, ეხლა საბავშვო ბაღია. ცხოვრება ეგეთია. შენის მითხარი, შენ რა შვები, რა ჩალიჩო? რა ჩალიჩო, ბიჭო და პენსიის დანამაც. იმ დღეს ხო დაგვაჭიდლოვეს. მედლები დავკიდეს და დავგიკიდეს. ბიჭო, ის თუშიშვილი როა. რომელი თუშიშვილი კაცო? მინისტრი. ხო. რას მირჩევა? რას პატივისანი კაცი ჩანს? ღირს მასთან მისვლა. მე მაგაც არ ვიცნობ ზახარიჩი. ისე აქებენ. გაწერილია სასტავიდან არის, ადრე კარგი ადვოკატი იყო. სცადე რა ვიცი, დაელაპარაკე. სულ ახალი დანიშნულია. ტექნიკურად ეგეთაც არ არის, მაგრამ. მიდი რა გენაბლებ. ის მაგის კანცელარის უფროსი როა? გენადი, კანკია. მაგაზე მithres მაგარი ბიტიო. მიდი და დაგიხმარებო. თუ მოინდომო. მოიცა გენადი კანკია? ხო. მე კაცი ერთხელ მყავს ნანახი. ცხონებული ირაკლი მეტრეველის დაბადების დღეზე მცხეთაში. მე მგონი მაშინ იქ გენოც იყო შავდია. მეტი მე არაფერი ვიცი. ნუ იპამეც вас, Василий Иванович. ესე ტიპია რა. ყველას ეტენება, ყველას ეძმაკაცება თავისი ჯგუფით. ადრე ეგეც ადვოკატი იყო. მე წინამთავრობის დროს ბიზნესმენობა დაიწყო, გაკოტრდა, ვალები აიკიდა, მანქანაც გაყიდა, სახლიც გაყიდა, ცოლიც გაექცა. ბაბა. ცოლზე როგორ შეიწყო და ასეთი დეტალური ინფორმაცია. არის კაკებეშნიკი რას გიპასუხებს? თუ მუჩიდანო. ალბათ ხო სულ მუდამ რაღაც საიდუმლოებები აქვს და არაფერი საიდუმლო აქ არ არის. უბრალოდ ეგ კანკია. 1-2 სოსო ეგაძესთან და ზერაგიას ხალხთან იყო შემჩნეული. მე გადავამოწმე რამე კუდები ხო არ აქვს მეთქი გადაფსკვლელი, მაგრამ აღმოჩნდა რომ არა.
ზედაპირული ტიპია, ხან ერთ სასტავს ეტენება, ხან მეორეს. განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, უფრო ნაკლებად სპორტსმენებს და ხელოვან ხალხს. მაგრამ ყველაზე საინტერესო და უცნაური ის იყო, რომ ეს უბინაო და გაკოტრებული კაცი რესტორნებს არ იკლებდა, კაი ჩასაცმელ დასახურს და ახალგაზრდა საყვარლებს. ეტყობა პერიოდულად რაღაც ფულს შოულობს, რასაც შოულობს, ეგრევე ხარჯავს. ცნობილ ხალხს პატიჟებს და რამე რა. ამას იცი რა ქვია? Вкладывать деньги в нужные контакты. საიდან შოულობს არ ვიცი. ეხლაც ნაკირავებში ცხოვრობს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაკირავები მინიმუმ 4 ოთახიანი ბინაა და მდებარეობს სადღაც ძალიან პრესტიჟულ უბანში. ხო და ეგეთი კაცი მე რას გამიგეთებს? მე არც არტისტი ვარ, არც პოლიტიკოსი და არც სპორტსმენი. სავალ ისე თუ შიშვილს დაველაპარაკები. ოპა, ეს არის ხალხო ოპელების ეპოქა. ოპელ ასტრა, ოპელ ვექტრა B, ასტრა G. ასტრა G რო ყავდა თემა იყო ასტრა. ოპელების ეპოქა არის მე. ოპელები ტაქსაობდნენ, ოპელები დადიოდნენ ადამიანებზე მეტი იმენა. როგორც ეხლა და ეს პრიუსები, ეგრე დადიოდა ოპელები მაშინ. უკაცრავად. პარმენ ჯაში საცხოვრობს, ხომ არ იცით? აი აქ, მაგრამ სახში არ არის. მოიცა ბიჭო. ეს სეზონი 9 წლის მაგის მერე სამსახურში გადაიღეს სამი თუ დღე არ გამოჩინილაო და სადაც 9 წლის მერე დადების უფლება მისცეს ხალხო. სახში არ მოსულა. ეს 9 წლის მერე არ იქნება გადაღებული. პარმენისა შანსი არა. ეს უბრალოდ 9 წლის მერე ეტყობა დადეს. მე პოლიციიდან ვარ. კომენტარებში როგორ არის მითხარით რა. შეგიძლიათ მითხრათ. ვინ არის? ამას გადაიღებდნენ მალევე უბრალოდ 9 წელში დადეს. მაგამდე არ მისცეს უფლება. აი, არის აქ გამომწყდეული თავის გამოცარიელებულ სახში. საჭმელი მაგისტრის არ არის, სასმელი მაგისტრის არ არის. აი, ჩვენს პირდაპირ სახაჭაპურია, ხო? იქ საუზმობს ყოველ დილით. რატო ცოლშვილი არ ყავს? კი, ყავდა, მაგრამ გაექცა. რუსის ხალი ყავდა, ტანია. ვეღარ გაუძლო გენათვალი მაგის მიტინგებზე სირბილს, დააკრა ფეხით წავიდა. ეს სულ მიტინგებზე დარბის და დარბის, სულ. რას მელაპარაკებ? ბაშ, ისე დიდი ბოდიში გენათვალი, თქვენ რაზე შეწუხებულ ხართ? რამე ხომ არ დააშავა? არა, გამოდა დააშავებია. კაი, ბატონო, თუ არ გიდათ უმეტყვით, მაგრამ ის მაინც დამიბარეთ, რომ მობრძანდება რა გადავწე. არაფერი, მაგის სამსახურიდან მოგმართეს. კაცი არ ჩანს და მოგვიძებნეთ. ვაიმე, რამე ხო არ დაემართა მაგ უბედურს? აი, ჩემი ტელეფონის ნომერი. და თუ გამოჩნდა, არ დაიზაროთ რა. დაგვიგავშებით, გაგეთ? კი, ბატონო, როგორ დაგზავნდები გენათ? კი, ბატონო. მადლობთ. ზევიტი. სამარა. მაგარი დროი ის, რაღაცნაირი დროი. ასწავლეთ.
ეს ის მანქანა ისევ C-კლასი. 203. ეგ მანქანა, რომელიც წინაზე ხო, აი ბიძინას რო გამოვიდა ბიძინა იმ კაცის სახლიდან რო ჩააჭირა. არ არის და მის უნდა უთოთორებო. თან ის ტიპი საიდანაც მისუმა, просто ვერაფერს ვერ გამიხსენე საიდან რა. ხო არ მოგეჩვენა. არა მგონი. მოგილურჯი მერსედეს ხო არის? ოპა! ხო? და გუშინ წინას გამეჭიდა. ბატონო მითხრა გამაგებინეთ რა ხდება რა? როცა საჭირო იქნება ყველაფერს გაიგებ. ოლა! გისმენთ? რა შეჭამ? არაფერს. აუ დაიწყო ეხლა. ამას შევჭამ რა. პივა? რა ვიცი აბა. ბიჭო დალი ერთი კაცო. მოიდა ერთ. და დავაი, კრუშკი პივა. ნუ დაიწყო და მიკუ. პატნა ჯეში ზარდაფე. ხო ეგ ჯაში გაქრა. ნუ მეცო. აი ესე გაქრა 3 დღეა არ ჩანს. სამსახურის არ მისულა და არ სახლში გამოჩენილა. კაი კაცო. მოკლედ, ბოლოს სახაჭაპურეში უნახავთ, ვიღაც დაროვი ტიპს საუყარია. რაღაცნაირად წვრილ შავ სიგარეტებს ეწეოდა. და მაგის მერე აღარ უნახავთ. სამწუხარო დაიგარი რაც გავარკვიე. და შას ვინმე კოშკა? ბატონი ნიკოლოზი. ოპა! ბატონ ნიკოლოზი უთხარი. ბიზინა და ლექსო გელოდებია თქო. Хорошо. კაი, ხადა, კოშკა გაიჭდა, ვიჭო. კოშკას ხარ იყო თუ? კოშკა? ბიჭო ხმით იცარი, ხმით. როგორ ხარ? დავე, როგორ ვიქნები რა, რესტორანში გიგავხთ. ეგ როგორ? ინჟინერიამ ჩამაყენა საქმეში. მაგის ტურიზმო სერგო ხო იცი? როგორ არა კაცო? აი იმის რესტორანია. ეს ვიზედა გავგიჟდე. დადი რა? აუ კოშკა რა მაგარი დაიწყო. ჯერ ბათუმში დაიადა ერთი რესტორანი. ვიღაცა ბაბუინის იყო. ის გაიქცა და ამან იყიდა. თითქოს ბაბუინი არ იყო. აბა ჩემი პეღები იყო. ეგ იყო თუ იყო რა. აი საერთოდ. ხო, მაგრამ გურამას ეჭირა მაგრა თუჟებით რა. ერთი კვარელი ბიჭი დაგვეხმარა. მაგარინაცემი სამავთყოფოში მივიყვანეთ. და არ დავიწყდა. ეხლა დიდი კაცია, მერიაში მუშაობს. კაროჩე იმან აღიდინა რა. ფული რო იშოვა, მეორე რესტორანი აქ გახსნა, თბილისში. მერე მესამე და შენ რაც აკეთებ? არაფერსა, რესტორანს უყურებს. კრიშოს. გურამა? გურამა მეორე რესტორანს უყურებს. ხარ მითხარი. გენადი კანგია, თურმე არ დადეს ხშირად. ხო არის? როგორ არ ვიცნობ. კვირაში 2 დღე აქ აზის. ხან ვინ ახლავს და ხან ვინ. ამასთანავე უმრავლესობის ლიდერთან ერთად იყო მოსული. აქაურები გადაობენ, მალე პრეზიდენტთან ერთად მოვა. თუ მაგუს თვითონ მიხდის თუ? კი. ერთხელ არ ქონდა ფული. ნესიაზეც ვენდობით. და ვაფშე რა კაცია? რა ვიცი რა კაცია. ყველა იცნობს და ყველა იცნობს. ესე მაგარი შენძრეული კი არა. ერთი საყვარელი ყავდა. ნუცა ემხარი. არ ვიცი რა მოხდა. ამასთანავე აი ამ მაგიდასთან წაგენკლავდნენ და სილა გააწნა ამ ქალმა. იმის მერე აღარ მინახავს. და რაღაც ნახავდი, საყვარელი უბართუნებდა თუ. ოლა! არგინა რა თუნც მახარ ახლა. ასეთი რა. ოლა მოდი რა. კოშკა ბებერი ხოძე. აუ წაგასო რა და მაგარი პირველი წინ ცოტა ესენი დიალოგი გაიწელა ამ ტიტან, მაგრამ წაგასო რა ამ პერსონაჟებმა. წავედი, შემდეგ სერიამდე ხალხო დროებით. და ლაიქეთ, არხი გამიწერთ, ნუ გეზარებათ ხო.